სრულიად საქართველოს ადამიანთა უფლებათა დაცვის ასოციაციამ ბიძინა ივანიშვილის მიმართვის წერილი გაუგზავნა. ამ მიმართვის გასახმოვანებლად და სექსუალურ უმცირესობათა აღლუმის გასაპროტესტებლად ასოციაციის წევრები სასულიერო პირებთან ერთად პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ჩვენ ბიძინა ივანიშვილის მიმართეთ წერილი ჩვენმა ვეტერანმა ადამიანთა დაცვის ასოციაციამ, რომ ესე იგი პასუხობა აიღოს მან თავის თავზე და ის რაც ხდება დღეს საქართველოში მოახდინოს რეაგირება და ახლა მე მინდა თქვენ ერთ-ერთი მთავარი რამ მოგახსენოთ და ძალიან მოკლედ. საქართველო არ არის მარიოტონული ქვეყანა. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და დამოუკიდებელი შიდა პოლიტიკა უნდა გქონდეს. რაც არ უნდა პატივსცემდეთ ჩვენ დასავლეთის ფასეულობებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცუდისა და კარგიც ყველაფერი ერთ ბავშვად გადმოვიღოთ და ერთად გადმოვიღოთ ყოველგვარი კონტროლის გარეშე. იქ სადაც 9 აპრილის გმირებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში თავი გასწირეს, უკიდურეს ვანდალიზმის აქტად მიგვაჩნია სქესობრივ უმცირესობათა პროპაგანდის სამთავრობო დონეზე გამართვა, ნათქვამია მიმართვაში. მე როგორც მოგეხსენებათ, ვარ 9 აპრილის მოწამლული მეორე ჯგუფის ინვალიდი. ეს ადგილი კონკრეტულად არის ჩვენთვის სიწმინდე. აქ იხდება პარაკლისები, იხდება ლოცვები, ენთება სანთელი. აქ დაიღვარა ქართველი პატრიოტების სისხლი, ჩვენი ძმების, ჩვენი დების და ამ ადგილას მე არ მსურს, არ ვიცი რა ქვია მაგათ, ის ხალხი, რომელიც ჩვენთვის და იმ ხალხისთვის მიუღებელია, ამ ხალხს არ უბრძოლია საქართველოს თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე, ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, პლაცდარმი, ჩვენთვის ეს არის სიწმინდე ტაძარი, ასე რომ ვთქვათ. და აქედან გამომდინარე, არსებობს კონსტიტუციაში შემოკარგება ესეთი მუხლის სიწმინდე შეურაცხყოფა, ხო ეგრეა? არავის არ აქვს უფლება მივიდეს და სინაგოგაში ან მეჩეთში ახლოს გოჭი დაკლას, რამე ისეთ, იმიტომ რომ სიწმინდე შეურაცხყოფა. არავის არ აქვს უფლება საფლავი შეურაცხყოს. ესეც სიწმინდე შეურაცხყოფის ერთ-ერთი ნაწილია. ეს არის ჩვენთვის სიწმინდე. ჩემთვის ისინი ამამტყობები კი არ არიან, როგორც ხვები ძახიან, ჩემთვის ისინი არიან ცოდვილები, როგორც მართლმადიდებლებისთვის. და მე არ მინდა ეს ცოდვა აი ამ მათი ფეხი აქ იყოს, აქ გაიარონ, აქ პარადი მოაწყონ. აქციის მონაწილეები და წერილის ავტორები პრემიერ-მინისტრისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვენ.